სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს ანუდაც მანო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს იოანე ნათლისმცემლის შობას და მე გადავწყვიტე რომ დღევანდელ დღეს ვისაუბროთ ამ საოცარი ოჯახის შესახებ. ამ ტრადიციების შესახებ, რომლებიც მაშინდელ საზოგადოებას და განსაკუთრებით ებრაულ საზოგადოებას გააჩნდა და რა როგორ მოხდა ეს დღევანდელ სახარებაში იქნა წაკითხული, თუმცა კი ამას წირა უძღოდა და ამის შემდგომ რეები მოხდა ეს ყველაფერი იქ არ არის დაწერილი და ჩვენ გარდამოცემებით ვიცით. იოანე ნათლისმცემელი არის ადამიანი, რომელზეც თვითონ მაცხოვარი ამბობს, ყველა წინასწარმეტყველი ღმერთზე ლაპარაკობს და ღმერთი რო წინასწარმეტყველზე ლაპარაკობდეს, ასეთი იოანე ნათლისმცემელი. მაცხოვარი მის შესახებ ამბობს, რომ კაცთა შორის, ანუ დედათაგან შობილი არავინ არ არის ასეთი წმინდანი, როგორიც არის იოანე ნათლისმცემელი. ანუ ის განსაკუთრებულია მისი მოვლინება, განსაკუთრებულია მისი მოღვაწეობა. მაგრამ დღეს ცოტაოდენი მის ოჯახზე უნდა ვთქვათ. მამამის ქვია ზაქარია და არის მღვდელი, დედამის ქვია ელისაბედი და ისინი ღვთის წინაშე მართლები არიან, ასე წერია სახარებაში. მაგრამ აქვთ ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის უშვილობა. უშვილობა იყო ძალიან დიდი პრობლემა, კი არა, ტრაგედია იყო ებრაული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ვისაც შვილი არ ეძლეოდა ებრაელს, ხა წარმართმა შეიძლება არ ქონდა ასეთი განცდა, რელიგიური განცდაზე ვლაპარაკობ ახლა, თორე უშვილობა რა თქმა უნდა ყველასთვის განსაცდელია და უნებრივია ყველა ადამიანი ღელავს და ყველას უნდა რომ შვილი ჰყავდეს. მაგრამ ნახეთ ებრაულ აი ამ საზოგადოებაში ამას კიდე დამატებითი რაღაცაა პრობლემა, იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან ცნება, აღორძინდით, გამრავლდით ავსეთ ქვეყანა, რომ ამ ცნებას ვერ ასრულებენ. არის კიდევ მეორე ამბავი ცნებისა, რომ ისიც იციან, რომ ხსნელი უნდა დაიბადოს ებრაულ საზოგადოებაში, აბრაამის შთამომავლობაში, ხსნელი, რომელიც გამოისყიდის კაცობრიობას სოფლისთავისაგან, აღუდგენს მათ პირვანდელ, ნაცემამდელ მდგომარეობას და შეიყვანს სათავსასუფეველში. აი ასეთი ხსნელის მოლოდინში არიან ეს ადამიანები და პოტენციურად ყველა დედა გახლავთ აი ამ ხსნელის შესაძლებელი დედა. და ვისაც შვილი არ ჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციურადაც კი ვერ არის მისი დედა. აი ეს მეორე ძალიან დიდი პრობლემა. მესამე და მთავარი ებრაელებს ჰქონდათ კიდევ ასეთი ტრადიცია, რომ შენ ცოცხალი ხარ მანამ სანამ შენი შთამომავლობა გიხსენიდეს. ამიტომაც ებრაელებს ყოველთვის თავიანთი გენეალოგიური ხაზი ყოველთვის ჩამოწერილი ჰქონდა. ყველამ ყოველთვის იცოდა ვინ მისი შთამომავალი იყო, რა ერქვათ მათ წინაპრებს. თითოეულის სახელი ამოტვიფრული იყო დაფებზე და მათ ზეპირად იცოდნენ ეს ყველა და იხსენიებდნენ თავიანთ წინაპრებს. ჩვენი პატრიარქი ხშირად რომ გვეუბნება ხოლმე, თქვენი წინაპრები მოიხსენეთ. ვის რამდენი თაობა ახსოვს ახლა წინაპრის? მაქსიმუმ მე ჩემს ნაცნობობაში ყოველთვის ასე რომ 6 ჩამოვიდნენ მაქსიმუმ. იმის იქეთ ვეღარავინ მეღარავინ. მათ იცოდნენ აბრაამიდან მოყოლებული, ესე იგი ვინ მისი შთამომავალი იყო და რა ერქვა აი ამ თითოეულ მუხტში, ესე იგი როგორ თქვა, ესე იგი თითოეულ ამ შთამომავლობაში თითოეულ ადამიანს რა სახელი ერქვა, ყველამ ეს იცოდა. ეს აიდან დღევანდელი სახარებიდან აჩენს სხვათა შორის. როდესაც ელისაბედი ამბობს, ბავშვი რო გაჩნდება, იოანე უნდა დავარბატო, იოანე როგორ უნდა არყო, შენს შთამომავლობაში არავის არ ქვია იოანე. განამარტო ელისაბედმა იცის, რომ იოანე არ საზოგადოებამაც იცის, რომ ამის შთამომავლობაში არავინ არ არის, იმიტომ რომ ეს ძალიან ცხადია ამბავი იყო. და მაშინ კვდება ადამიანია, რომ ერგნება, როდესაც მოხსენებენ ამ შთამომავლობა აღარ რჩება და ეს ხაზი იკარგება. ანუ მაშინ დაგერქმევა შენ მკვდარი. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ებრაული საზოგადოებისთვის. ამისთვის მათ ძალიან ბევრი დაცინვა, ძალიან ბევრი ხელის გაშვერა, ძალიან ბევრი შეიძლება რაღაცა ამრეზით ყურება ქონოდათ, იმიტომ რომ საზოგადოებაში ასე იკლებოდა. არ ყავთ შვილი, ესე იგი მკვდრები არიან, ამათ ვიღა მოიხსენებს. ვიღა უნდა გაიხსენოს, თუ არა თავიანთმა შთამომავლობა. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ სახარება ასე აფასებს, რომ ისინი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, საზოგადოება ასე არ აფასებს. ამიტომ საზოგადოების და ღმერთის შეფასება ძალიან ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.
და თქვენ ყოველთვის ეძიეთ ღმერთი როგორ აფასებს ამა თუ იმ მოვლენას და არა საზოგადოება. განსაკუთრებით ის საზოგადოება, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ეკლესიური ცნობიერება. ეკლესიური ცნობიერების გარეშე რაღაცა შეფასებას ახდენენ და ჩვენ ამას ავიტაცებთ ხოლმე ძალიან ხშირად და ვამბობ თუ გამაგარია. ჯერ შეათანხმე ბიბლიასთან თუ არის ეს ყველაფერი თანხმობაში და ამის მერე გამოიტანე დასკვნა, თქვა თუ არ თქვა ვინმე მაგარი რა. დაუბრუნდები ახლა ისე მთავარ თემას. ზაქარია არის მღვდელი. შევიდა საკურთხეველში და ხედავს ასეთ ხილვას. ანგელოზი ეცხადება და ეუბნება რომ შენ გეყოლება შვილი. საზოგადოება გარეთ ელოდება. რას ნიშნავს ელოდება იცით რომ საკურთხეველი დახურულია. მაშინდელი ყადრის მოწყობის სქემა ასეთი რომ შიგნით არაფერი არ ჩანდა. მღვდელს ჰქონდა საკურთხეველში შესვლის უფლება და მღვდელს ჰქონდა წმინდათა წმინდათაში შესვლის უფლება. ეხლა ხო ორ ნაწილად არის გაყოფილი ტაძარი, რო წარმოვიდგინეთ. სადაც ვგავარ და საკურთხეველი. ეხლა წარმოიდგინეთ მესამე ნაწილი კიდე საკურთხევლის იქეთ რო იყოს. სადაც წელიწადში ერთხელ შედის მხოლოდ მღვდელმთავარი. საკურთხეველში მღვდლები, იქ წელიწადში ერთხელ მღვდელმთავარი, აქ დგას მლოცველი ხალხი. მაგრამ ჰქონდათ ასეთი ტრადიცია, რომ მღვდელი, რომელიც საკურთხეველში შედიოდა და მსახურობდა, ყველგან სახელოებზე ახლავს თუ დააკვირდებით თქვენ მღვდელმთავართა შესამოსელს, ზანზალაკები კიდია. და რო დადის ეს ზანზალაკები ჟღრიალი სულ ისიც. ეს მაშინდელი ტრადიცია უნდა გითხრათ, მაშინაც ასე იყო, იმიტომ რომ ძალიან შეშინებულები იყვნენ არონის შვილებმა არასწორად შესწირეს ცეცხლი და მაშინვე მოკვდნენ, ისინი იგივე ცეცხლით დაიწვნენ. და ამის შემდგომ ისე იყვნენ შეშინებულები, რომ ვინმეს მსახურებაში რაიმე არ შეშლოდა, ზანზალაკები ჰქონდა მღვდელს შექმნილი შესამოსელს, რომ დადიოდა შიგნით, ან საზოგადოება ვერ ხედავდა, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ ცოცხალია. რომ იქ რომ ვერ ხედავ, მაგრამ ხმაგესმის ამ ზანზალაკებისა, ესე იგი ან აკნევს, ან რაღაცას ალაგებს, ან რაღაცას საქმეს აკეთებს და ამით დასკვნა გამოგაქვს, რომ ცოცხალია. ეხლა საზოგადოება ელოდება ზაქარიას, რომელიც გარეთ უნდა გამოვიდეს და შიგნით ჩამიჩული არის ის. ზაქარიას ეუბნება ანგელოზი, რომ შენ გეყოლება ძე. და ზაქარია პასუხობს ძალიან მარტივად, კითხვაზე პასუხს, რომ რანაირად უნდა ყავდეს, მეც ბებერი ვარ და ჩემი ცოლის დღეთა გარდასვლა ნიშნავს, როდესაც ბუნებრივი წესით ადამიანს შვილი აღარ უნდა ეყოს. ჩემი ცოლიცო დღეთა გარდასვლის გამზი არის. ანუ როდესაც უწყებანი ხოლმე წესი. და ანგელოზი ეუბნება, რომ მე ვარ გაბრიელი, ის წინაშე მდგომელი, ამას რასაც გეუბნები. ზაქარიამ ხომ ყველაფერი ზუსტად იცის, ყველა წინასწარმეტყველება იცის. მოსემ როგორ გამოიყვანა ერი და როგორ მოხდა ვთქვათ ის ზღვის გაყოფა და სასწაულებრივად ვთქვათ უამრავი ამბავი რაც აიძინა. ეს ყველაფერი მან ხომ ზეპია წმინდა წერილი იცის. მიუხედავად ამისა მაინც აი ორი კითხვა ისმის, რომ ერთი ზაქარიამ ვერ დაიჯერა, რომ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო, თუ მეორე ის, რომ იმას ამბობს, რომ ეს არის სიმხელა ჯვარი და ტვირთი, ჩვენ ხშირად ადამიანები სასწაულებს რომ ვეძიებთ ხოლმე. არ გვიფიქრია იმაზე, ეს რამხელა ჯვარი და ტვირთია, სასწაულის ხილვა, ან სასწაულის აღსრულება მეკითხებს. და ან მეორე ის არის, რომ ზაქარია ამბობს, რომ როგორ ეს რამხელა ტვირთს მე ვიტვირთავ, ორივე შემთხვევაში ეს საუბარი ამაო საუბარი. იცით საიდან იცით ეს? იმიტომ რომ ანგელოზი მას ეუბნება, რომ ახლა დადუმდები და ვეღარ გამოიგებ ხმას, სანამ არ გაჩნდება ეს ხმა. მაგრამ ზაქარია არა მარტო დადუმდა, დაყრუდა კიდეც. იცით ეს საიდან ჭირს? როდესაც გაჩნდება იოანე და მსჯელობა მიდის სადავართვას სახელი, მას დაფას მიაწოდება და ის დაწერს იოანეს, მაგრამ იქამდე ამ საუბარს იქ პოლემიკას ის კიდევ ისმენს, ხელი გაანიშნებს. იქ წერია საყარებაში, ხელი გაანიშნებს გადავარდა. და ის დაწერს, რომ იოანეა ეს. ანუ დადუმდა და დაყრუდა კიდეც და რომ გამოვიდა საკურთხევლიდან. საოცარ ამბობენ. როცა გამოვიდა საკურთხევლიდან, გამუნჯებული და დაპროვებული, მან მსახურება გააგრძელა. რისი თქვა მიდა იცით ამით? მაშინ იყო მსახურების ასეთი მეთოდი. სამღვდელოებას ჰქონდა საგვარეულო შთამომავლობა. სამღვდელოება ესე გადადიოდა შთამომავლობა. ეს არ იყო რომ თქვა რაღაც ადამიანს გამოირჩევდა ეს მღვდელი. არა, ლევიტელთა შთამომავლობიდან
აარონის კონკრეტულ შთამომავლობაში მღვდელი იყო ყველა მამაკაცი, რომელსაც ხინჯი არ ჰქონდა რაიმე ფიზიკური ნაკლი. ახლა თქვა ხელი არ ჰქონდა, თვალი არ ჰქონდა, მისგან თავ შეითავებდნენ, რომ მღვდლობა გაეცეს. ლევის დანარჩენი შთამომავლობა ეწნენ ტაძრის მსახურები, მაგრამ უშუალო მღვდელმსახურებას აღასრულებდნენ ლევის შთამომავლობიდან აარონის შთამომავლობით. და ამ აარონის შთამომავლები ახლა ერთი და ორი კაცი არ იქნებოდა, ძალიან ბევრი, ამიტომ წლის განმავლობაში მათ გადაინაწილეს ოჯახებზე მსახურები. მაგალითად, ჩემი ოჯახი მსახურობს ამ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგი ოჯახი, შემდეგი ერთი კვირის განმავლობა, ასე შემდეგ. და ზაქარიაზე წერია ასეთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რა მოვენა წარესულა მის თავს, ზაქარიამ დაასრულა თავისი მორიგეობა, ანუ რა მსახურებაც უნდა გაეწია, ეს ყველაფერი დაასრულა და ამის შემდგომ წავიდა სახლში. მე ისეთ ცხელა ახლა ერთი სული მაქვს, როდის გავიხსნა. ზაქარიამ დაასრულა მიუხედავად ამ მოვენისა. იფიქრეთ აბა ამაზე. დაასრულა თავისი მსახურება. მიდის შემდგომ სახლში და აღმოჩნდება ძალიან მალე, რომ თავის რა თქმა უნდა ბუნებრივია თოლქმარნი არიან თვითონ და ელისაბედი და ამ განაცხოვრების შედეგად ორსულად არის ელისაბედი. ელისაბედს ისე წვენია, რომ 5 თვე არ უხელს ამ ამბავს არავის. უბრალოდ მე ვეღარ დაიმალებოდა ესე რომ არ უხელს, იმიტომ რომ თან დაჯერებაც უჭირს, რომ როგორ შეიძლება ასეთი რამ სასწაული მოხდეს. მაგრამ მოხდება ეს სასწაული და დაიბადება იოანე ნათლისმცემელი. და რატომ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყოველივე სასწაულთან მოგიხებით თქვენ აი ამ ოჯახში, აი ამ გარემოში? პირველ რიგში აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ წმინდანების დაბადებას ყოველთვის ასეთი სასწაულები თან ახლავს. ეს იმას ნიშნავს, რომ იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს რომ აღნიშნავს, სხვათაშორის ისეც მინდა იცოდეთ, ჩვენ წმინდანების დაბადების დღეს არ აღნიშნავთ, გარდაცვალების დღეს აღნიშნავთ ხოლმე, როდესაც ისინი ზეცად ამაღლდნენ, გულისხმობ სულიერად და ზეცას შეუერთდნენ. დაბადების დღეს აღნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისას, იოანე ნათლისმცემლის. მეტი არც ერთი წმინდანისა და ქრისტესობას არ გულისხმობ თავისთავად ღმერთის დაბადებას, როგორც კაცისას, ამ შემთხვევაში ამას არ გულისხმობ. გულისხმობ წმინდანების დაბადების დღეს და რატომ? იმიტომ რომ დედის წიაღშივე მოხდა მათი განწმენა. დედის წიაღშივე მოხდა მათთვის რაღაცა განსაკუთრებული ისეთი ნიჭის ბოძება, რომელი ნიჭიც მინდა გითხრათ, ყველა ადამიანს აქვს ბოძები. თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმეს რაიმე ნიჭი აკლია ღმერთისგან. უბრალოდ ამ ნიჭს როგორ განავითარებთ, ამის შესახებ არის ეხლა ლაპარაკი. აი ესეთი წმინდანი, როდესაც იბადება, დედის მუცლიდან მოხდა მისი განწმენდა და ამიტომაც აღნიშნავთ ჩვენ მის დაბადების დღეს, იმიტომ რომ ასე არის სახარებაში ნათქვამი, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც მოამზადა გზა იესო ქრისტესთვის, მისი ქადაგება ხმა აღადებლისა უდაბნოსა შინა, რომელზედაც ასე წერია და მისი ოჯახის აღსასრული ჩვენ ისე ვიცით, რომ ჰეროდე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ორწლამდე ყველა შვილი ამოეყოცა, ამ დროს მოახერხა ელისაბედმა ზაქარიასთან იოანესთან ერთად უდაბნოში გაქცეული და ზაქარია კვლავ დარჩა მსახურებისთვის ტაძარში. ზაქარია შეიპყრეს, იმიტომ რომ არ გაამხილა სადიმალებოდა მისი ცოლ-შვილი და მოკლეს და ელისაბედმა იოანე უდაბნოში გაზარდა. ამიტომაც წერია მასე, რომ მხოლოდ უდაბნოში იზრდებოდა, არც სახლი ჰქონდა, არც კარი, აკლების ტყავი ჰქონდა, წელზე შემორტყმული და უდაბნოს კაცი იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უდაბნოში ცხოვრობდა, ნახეთ როგორ სიწმინდეს მიაღწია, ნახეთ როგორი ავტორიტეტია ის მთელს ისრაელში, იმიტომ რომ ვინც ახსენებს იოანეს სახელს, იქვე ამბობენ, რომ ეს ხომ არ არის მესია. ის გონიათ მესია, ეს კიდე ამტკიცებს, მე არ ვარ, ჩემ შემდეგ მოდის, რომლის ხალხთა ახსნის ღირსიც არ არის. იოანე ამტკიცებს, მიუთითებს, რომ ეს არის ქრისტე, ეს არის მესია. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხო განგებულებით მოხდა ყველაფერი, იმიტომ რომ ღმერთს რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის ვიღაცა ავტორიტეტს უნდა დაემორწმებინა. ეხლა რაღაცა ჩვეულებრივმა გავლენმა ადამიანმა რაღაცა რომ თქვა, შეიძლება მას არ დაუჯერო, მაგრამ მთელი ქვეყნისთვის რომ ავტორიტეტია ვიღაცა კაცი, რომლის ცხოვრებაც იცი, როგორ უცხოვრია წესიერებით და პატიოსნებით და თავისი ვთქვათ მეცადინეობით, რომ ყოფილიყო ასეთი პიროვნება, ის რომ რაღაცას იტყვის, ბუნებრივია შეშინდობა უნდა აღდგას. ამიტომაც იოანეს დამოწმება, ამიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. ამიტომაც დაიბადა იოანე სწორედ ასეთ ოჯახში.
ამიტომაც ეს ოჯახი თვითონ ნახეთ ახალგაზრდობაში რატომ არ მიეცა შეიძლება დაისვას ესეთი კითხვა. მაგრამ გეტყვით რომ ახალგაზრდობაში აი ეს სისხლი როდესაც დუხს და ცოლქმრული ჟინი ძალიან ხშირად რაღაცა ნებებად იქცევა ხოლმე მის გამომავლობაში. და როდესაც მოხუცებულობაში ეს ამბავი ხდება და ასეთი სასწაულებრივად ხდება. აი გამოდიან ხშირად ესეთი წმინდანები, რომელთაც მსგავსი ჟინი და მსგავსი ნებები ნაკლებად აწუხებთ, იმიტომ რომ არ მიუღიათ ეს გამომავლობა. ამიტომაც იოანეს ეს დაბადება, ეს სასწაულებრივი დაბადება გახლავთ სწორედ ეს მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ და მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ აი ზაქარიას დადუმებასთან დაკავშირებით ჩვენც ხომ ჩვენ აი ამ თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვესმის სწორედ ასეთი ამაო საუბრები, როდესაც ვიღაცა მეორე ადამიანს ოჯახს უგეგმავს, მშობლები შვილებს უგეგმავენ, შვილები როგორ გააჩინონ, რომ ეხლა ჯერ შენთვის ადრეა, კაცო, ჯერ უნდა ისწავლო, ჯერ უნდა იმეცადინო, ჯერ ეს უნდა გააკეთო. ეს ამაო საუბრებია სულ რაზეც ზაქარიას დადუმება მოუწია და ასე უნდა დაადუმოთ ყველანი, ასე უნდა გააჩუმოთ ყველანი, რომელიც არ ზრახავენ ადამიანისთვის იმ საფრთხო ნებას. იმიტომ რომ აღორძინდით, გამრავლდით და ავსეთ ქვეყანა ეს პირველი მცნება, რომელიც უხალმა მოგვცა. არ შეიძლება ამას უგულებელს ყოფდეს ადამიანი. არ შეიძლება რომ ებრაული ტრადიციის თანახმად სხვათა შორის იცით მინდა გითხრათ რომ ქალს რომელსაც შვილი არ შეეძინებოდა, ქმარს უფლება ჰქონდა სხვა მოეყვანა იმისთვის რომ უშვილო არ დარჩენილიყო. ზაქარია ამასაც კი არ აკეთებს. რატო იცით რომ უყვარს თავისი ცოლი. სადღაცას წავიკითხე ამას წინათ და ისე მომეწონა. კაცს ეკითხებიან ცოლისთვის თუ მიღალატიაო, არაო, რატომო და ღმერთის მეშინოდა. სხვას ეკითხებიან შენო არაო, რატო და მიყვარდა. ხომ ერთიც კარგი საგრძელია ღმერთის ეშინოდა და ამიტომ ღალატობდა, მაგრამ მეორე ხომ უკეთესი, იმიტომ რომ უყვარდა. და ზაქარიას უყვარს თავისი ცოლი, ისეთი როგორიც არის. უშვილო უყვარს, კაპრიზი უყვარს. არანაირ საუბრებს ის კურს არ უგდებს, რომ ეუბნებიან, რომ ზაქარია შენ ეხლა უნდა მიხედო შენს მომავალს, შენ უნდა დაგეგმო შენი ცხოვრება, შენ შვილი უნდა ყავდეს. ან მერე თვითონს ბევრი ეხლა უნდა გაჩერდე ცოტახანი, იმიტომ რომ ჩიდება რაღაცა სულის ამოქმედება. ამიტომ ასეთი ლაპარაკები ჩვენ შორის ყოველთვის უნდა შეჭრეს. ასეთი რჩევები არასდროს არავის არ მისცეს. და არც მიიღოთ ასეთი რჩევები არავისგან. იმიტომ რომ მოგეცათ ეს ფისგან და საჩუქარი. მე ვიცნობ ოჯახებს, რომლებმაც თვითონ გადაწყვეტეს ასე რომ მოდი ეხლა ამის დრო არ არის და მერე გავაჩენ შვილებს და აღარ მიეცათ მე შვილებს. და ვისაც მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ ცვალება ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ უძილო ღამეებია, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვება შეიძლება და ვერ იყოს ყველა დალკინებული, უნდა ნახოთ ბოლო რა სიკეთე აქვს ამას ყველაფერს, რა სიხარული აქვს ამას ყველაფერს, როგორი სისავსე აქვს ყველაფერს. და დღევანდელ დღეს ჩვენი ტრაგედია, ჩვენი პრობლემა სწორედ ეს არის. ასე მიდის ოჯახის დაგეგმარება. ასე ფიქრობენ ადამიანები ერთმანეთზე, რომ საჭიროების მიხედვით არიან ისინი ცოლქმარი და არასიყვარულის მიხედვით და შვილებსაც ასე საჭიროების მიხედვით დაგეგმარებენ. ამიტომაც არის უამრავი აბორტის შესახებ რომ მოისმინა. ამიტომაც არის რომ კითხვა დაისმება, რომ რატო არ გვაქვს საშველი ამდენი ხანი. როგორ შეიძლება გქონდეს საშველი? ვინ რა იცის ამ აბორტის შედეგად? იქნება იოანე ნათლისმცემელი მოკალით ახალი. იქნება ამ აბორტის შედეგად ილია ჭავჭავაძე მოკალით, რომელსაც ილიაობა უნდა გაეცემა. დავითობა რომ უნდა გაეცემა, იქნება ის დავითი არის. მოკალით რომ ამბობ თქვენზე, ჩემ თავს ელაპარაკობ ამას. არ ვფიქრობ წყლის ქედი შვერდა. ეს ყველა საკუთარ ჩვენი ფიქრობრივი პრობლემაა. რომ ადამიანი როდესაც გავს მაგის გადადგავს, მან ხომ არ იცის პოტენციურად ვის სვლავს. ებრაულ ენაში ასეთი რამ წერია, როდესაც კაინი აბელს მოკლავს, ღმერთი ეკითხება კაინს, სად არის შენი ძმა აბელიო და არ ვიცი ეს პასუხი. აი ესე ვარ ჩვენ, არ ვიცი სად არიან ისინი. მაგრამ ღმერთი იცით რას ეუბნება? მისი სისხლის ზეცას შეღაღადებს. ოღონდ ებრაულ ენაში წერი არა სისხლი, არამედ სისხლები. ეს უბრალოდ თარგმანში არასწორია და ვერ გამოიყენებს. ებრაულ ენაში სწორედ ასე წერია. მისი სისხლები ზეცას შეღაღადებს. ეს იცით რას ნიშნავს, რომ აბელს რომელსაც არ ყოლია შვილი,
ის პოტენციურად მრავალის მამა უნდა გამხდარიყო და ყველა იმისი სისხლის შეღაღადებს ზეცას. ამიტომაც მსგავსი გეგმები, მსგავსი რჩევები, მსგავსი თანამედროვე, ესე იგი მეცნიერული რაღაცა დასკვნები ჩვენგან უნდა იყოს შორს და ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი სიყვარულისა. ეს ოჯახი როგორ უყვართ ცოლ-ქმარს ერთმანეთი მიუხედავად იმისა, რომ არავის სხვა არ აყავთ ერთმანეთის გარდა. როგორ შეიძინებათ შვილი, რომლის გამოც დედა უდაბნოში გაიქცევა და მამა თავს გაწირავს და სისხლი დაიღურება მისი, იმიტომ რომ არ გაამხელს სადიმალებიან ისინი. და ამის შედეგად ჩვენ ვღებულობთ ასეთ პიროვნებას, როგორიც არის იოანე ნათლისმცემელი. ამის შედეგად სიკეთე, აი ამ ყველაფრის შედეგად სიყვარულია და აი ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ იოანე ნათლისმცემელი გახლავთ პირველი არა მარტო წინასწარმეტყველთა შორის, არამედ როგორც მაცხოვარი ბრძანებს, ვინც დაბადებულა დედაკაცისაგან ყველაზე პირველი გახლავთ იოანე ნათლისმცემელი. შეგვეციოს მისი წმინდა ლოცვა, ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამოყოფ. ამინ.